სახელითა, მამისაითა, დაძისაითა და წმინდისა სულისაითა. ადამიანი თავისუფალი არსებაა, ამით გავს იგი ღმერთს და ამით ვლინდება უპირველეს ყოვლისა მისი ღმრთის ხატობა. მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე ბევრჯერ გამოგვიცდია, როგორ ვიყენებთ ჩვენს ღვთისაგან მოცემულ ნიჭებს არასწორად, არასათანადოდ იმ სიკეთეს, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, როგორ ვამახინჯებთ და ეს ეხება ჩვენს თავისუფლებასაც, რა თქმა უნდა და ჩვენი თავისუფლება ძალიან ხშირად გამოყენებულია იმისათვის, რომ ჩვენ ჯიუტად უარი ვთქვათ ჩვენში ღვთისხატობის განვითარებაზე და დავრჩეთ იმად, რადაც ვართ. ადამიანი არ ეგუება, ვერ ეგუება საკუთარ თავში ცვლილებებს და მას ეს უჭირს და მისი თავისუფლების რეალიზება სწორედ ხშირად იქითკენ არის მიმართული, რომ როგორმე არ შეიცვალოს. ამ დროს ეს ადამიანის არჩევანია. ჩვენ ამას სხვადასხვა სახელს უწოდებთ. ერთ-ერთი სახელი, რასაც ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ერთ-ერთი სიტყვა, რაც ამ მდგომარეობაში ადამიანს ახასიათებს, ეს არის სიზარმაცე, უდებება, როცა ადამიანს არ სურს რაიმე შეცვალოს. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ქრისტიანები ვიყოთ, ჩვენ არათუ უნდა დავიძრათ იმ მდგომარეობიდან, რაშიც ვიმყოფებით და ეს აუცილებლად ჩვენი თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს, თავისუფალი არჩევანის გარეშე ეს არასოდეს მოხდება, არათუ უნდა დავიძრათ, არამედ საჭიროა ჩვენი სრული ცვლილება. უფალი ამას სრულ ცვლილებას სხვადასხვანაირად გამოხატავს. ერთ-ერთი სიტყვა მაგალითად უარყავთავითვისი, ან მაგალითად ვინც არ იშვება მეორედ, ხო და გახსოვთ, რომ ნიკოდიმოს ჟულის მოძღვარს ეს არ ესმის, რას ნიშნავს მეორედშობა. მეორედშობა სწორედ ამას ნიშნავს, რომ შენ უნდა გახდე ის და ისეთი, როგორიც არასოდეს იყავი და არასოდეს ყოფილხარ. ანუ სხვა არსებად უნდა იქცე. და ეს შენი თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს. და ამ არჩევანს მთელი შენი ცხოვრება უნდა მიუძღვნა. და ეს ძალიან რთულია. იმიტომ რომ ადამიანი ამ ცხოვრებაში რომ არის მოსული, მას უამრავი ინტერესები უჩნდება. პატარ-პატარა საქმეები უჩნდება, ამ ქვეყნიური, რომელიც მას რა თქმა უნდა მარადისობაში არ გაყვება, მაგრამ ამ საქმეებით ისე არის მოხიბლული და ეს ისეთი ლამაზად არის ყველაფერი შეფუთული, რომ მას აღარ ცალია ყველაზე მთავარისათვის. და სწორედ ამიტომაც არის, რომ წმინდა წერილი მრავალგზის ხაზს უსვამს და გვაფრთხილებს, რომ სიყვარული ამას სოფლისა მტრობაა ღვთისა. და იმიტომ კი არა, რომ ეს სოფელი თავისთავად ბოროტებაა, არამედ იმის გამო, რომ ამ სოფლის ესეთი ჭრელა ფერები ჩვენში სწორედ აი ამ მდგომარეობას წარმოშობს, რომ იგი ჩვენს თვალს იტაცებს და თავარი გვავიწყდება. არადა როგორც გითხარით, ქრისტიანობა მაცხოვრიდან დაწყებული და შემდეგ სულ წმინდა მამებიც ამაზე საუბრობენ, ხაზს უსვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ გავიგოთ, რომ ჩვენი უნდა მოხდეს ჩვენი სრული და კიდევ ერთხელ სრული მეტამორფოზა და არა უბრალოდ გაუმჯობესება ჩვენი მდგომარეობის. ადამიანისათვის სრული მეტამორფოზის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია როგორც ბიოლოგიური არსებისათვის, იმიტომ როცა ადამიანი უარს ამბობს აი ამ სრულ ცვლილებაზე, ის კმაყოფილდება იმით, რასაც მისი გარეგანი ბიოლოგიური ბუნება სთავაზობს. რასაც მისი ბიოლოგიური ბუნება სთავაზობს, იმიტომ რომ სწორედ ამ სოფელთან დამაკავშირებელი რაც ხიბლავს ჩვენს არსებას, სწორედ არის ჩვენი ხორციელი ძირითადად მოთხოვნილებები. ნუ შემდეგ რა თქმა უნდა ამაში სულიც არის ჩართული, იმიტომ რომ მარტო სული ბუნებრივად ვერ იქნება, იმიტომ რომ მარტო ხორცი ვერ იქნება, იმიტომ რომ სული და ხორცი ეს ერთობა არის და
აქედან გამომდინარე მე სული სწორედ აი ცოდვებში ვარდება, რასაც საკუთრივ სულიერი ცოდვები ქვია, ეს არის სიამაყე, ამპარტავნება და უამრავი სხვა, რომელიც თქვა ამასთან დაკავშირებულია. ანუ მე მის თქმა მინდა, რომ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ბიოლოგიური თქვა საკუთარი თავის აღქმას, იდენტიფიკაციას ჩვენი ადამიანობისა ბიოლოგიურთან წყვეტას, ანუ მხოლოდ ბიოლოგიურთან, მაშინ შეუძლებელია რომ დავინახოთ ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთი როგორ უნდა დავინახოთ ჩვენი ბიოლოგიური ორგანოებით, თვალით, ყურით და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენი ეს სენსორიკა გათვლილია სწორედ მატერიალური აღქმაზე და ღმერთი არათუ მატერიალური არ არის, ეგრე ანგელოზიც არამატერიალურია. არამედ ღმერთი საერთოდ სამყაროს მიღმიერია. იმდენად მიღმიერია, რომ თვით ანგელოზიც კი ღმერთთან შედარებით შეიძლება ასე ითქვას უხეში და მატერიალურია. მატერიალურის არაპირდაპირი გაგებით, არამედ იმ გაგებით, რომ ანგელოზი ისეთივე საღვთო ენერგია ღვთისაგან შექმნილი, როგორც თქვათ ქვა, საღვთო ენერგია ერთის და მეორეს. ერთი სხვა ტიპის არის, მეორე სხვა ტიპის და ღმერთის აბსოლუტურ მეტაფიზიკურობასთან და სამყაროს მიღმიერობასთან ორივე თანაბრად დაშორებულია, იმიტომ რომ ერთის და მეორეც სასრულია, ხოლო ღმერთი უსასრულობა არის. ამიტომ როგორ უნდა აღიქვას ადამიანმა, როგორც სასრულმა არსებამ, გინა სულით და ხორცით და მით უმეტეს ხორციელი შესაძლებლობებით ღმერთი. არა და ჩვენ სწორედ ეს გვინდა ხოლმე. ურწმუნო ადამიანს სწორედ ეს აქვს, ეს პრეტენზია აქვს, რომ როგორ ღმერთი თუ არის, რატო ვერ ვხედავ? რატო არ ჩანს? ცოტა უფრო თუ გონიერი ადამიანი ამბობს, რომ მის კვალს რატო ვერ ვხედავ? როგორც კი ადამიანი ტყვის მის კვალს რატო ვერ ვხედავ სამყაროში, ისეთი ადამიანი გონიერი აღარ არის, ყველგან მისი კვალია. თუ ადამიანი კიდევ უფრო გონიერია თქვა და მის კვალს ეძებს სამართლიანობაში, აქაც უგუნურობასთან აგვაქვს ადგილი, იმიტომ რომ უსამართლობას სამყაროში ძირითადად ადამიანები ქმნიან. ჩვენ ვიწვევთ ამ უსამართლობებს, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება. თუ ადამიანი კიდევ უფრო ჩაუღმავდება და ბუნებრივ კატაკლიზმებს, ავადმყოფობებს და ასე შემდეგ მიაქცევს ყურადღებას და იტყვის, მაშინ სად არისო ღმერთი? მაშინ უკვე ის ღვთისმეტყველებას უნდა ჩაუღმავდეს და საერთოდ სიკვდილიც არსებობს და თუ ღმერთია, მაშინ შეგვიძლია ვთქვა, თუ ღმერთი არსებობს, აბა სიკვდილი რატო არსებობს და უკვე იწყება სწორედ ისაც საღმრთო ისტორია ქვია, ღმერთი როგორ ქმნის სამყაროს, სადაც არ არის ადგილი სიკვდილისათვის, არანაირი ბუნებრივი კატასტროფებისათვის და კატაკლიზმებისათვის, მაგრამ როგორ ჩდება სამყაროში სიკვდილი და აღმოჩნდება, რომ სიკვდილიც და ეს ბუნებრივი კატაკლიზმები და ეს უბედურებები რაც ხდება, ესეც თურმე ჩვენი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე აღმოჩნდება, რომ არსებობს ჩვენ საკუთარი არჩევანით უარყავით ღმერთი და როგორც სამყაროს მეუფენი ჩვენ ესეთნი ვართ და გვირგვინი ქმნილებისა ჩვენ დავმახინჯდით რა დავამახინჯეთ მთელი სამყარო. ჩვენმა უკეთურმა ნებამ დაამახინჯა მთელი სამყარო. ეს არის საკუთრივ ღვთისმეტყველებიდან უკვე ცოდნა უნდა ქონდეს ადამიანს და მე ადამიანი იკითხავს, რომ ადამიანს როგორ აქვს ესეთი ძალა? წარმოიდგინე ამ სამყაროში ადამიანი რასაც სასაცილოა, რომ თურმე ეს სამყარო ადამიანის უკეთური ნებით ადამიანი რა ეთქვა და ეხლა იმის ნება და მაგრამ აბა როგორ? ამ დროს კიდევ ერთხელ ხას უსვამთ, რომ ადამიანი არ არის უბრალოდ არსება ბიოლოგიური, ადამიანი თავისი ღირებულებით, ადამიანის ღირებულებას ვერ განსაზღვრავს მისი გეომეტრიული პაწაწინა ზომები სამყაროში, მისი ინტელექტუალური სისუსტე, რასაც ადამიანი არ აღიარებს. ანუ ადამიანის ღირებულება არ განისაზღვრება მისი ბიოლოგიური, ფსიქოსომატური და ინტელექტუალური მონაცემებით, არამედ ადამიანის ღირებულება განისაზღვრება იმით, რომ იგი სამყაროს ცოცხალის საწყისის შემოქმედის ხატია, ოღონდ ისეთი ხატი, რომელიც შეიძლება სწორედ სამყაროს შემოქმედის მსგავსი გახდეს. აი ამგვარად დიადია ადამიანი და რადგან და თელი სამყარო და მხოლოდ ადამიანია ესეთი და სხვა არაფერი სამყაროში, ანგელოზზე აღმატებულია თავის პოტენციაში ადამიანი და სწორედ ადამიანი რომ არის ასეთი და ამგვარი, უკვე ლოგიკურად პრობლემა აღარ არის, რომ ჩვენ მივიღოთ ის, რომ
სამყარო ჩვენთვის შეიქმნა და აქ უკვე გეომეტრიულ ზომებს ყურადღებას არ ვაქცევთ ისე როგორც თქვა ცხოველთა სამყაროში სპილო ჩვენზე დიდია და ვეშაპი, მაგრამ არც ერთი ჭკუატყოფელი არ ჩათვლის, რომ სპილო და ვეშაპი ჩვენზე უკეთესია ან ჩვენზე მნიშვნელოვანია სამყაროში, რადგან დიდია, ხო სწორია? ამიტომ აქედან გამომდინარე უკვე გეომეტრიულ ზომებს ყურადღებას ჩვენთან აღარ ვაქცევთ და სწორედ უკვე მერე გასაგები ხდება, რომ თუ ადამიანმა თავისი ნებით დაიმახინჯა საკუთარი თავი, ბუნებრივია დაზიანდა მისი გაგრძელება, რომელიც არის სწორედ სამყარო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. და სწორედ აი ამ შესაძლებლობებით შეუძლებელია სამყაროს მიღმიერი ღმერთის დანახვა, თუ არ მოხდება სრული მეტამორფოზა. ამიტომ ის წმინდანები, რომლებიც ღმერთს ხედავდნენ როგორც სინათლეს, მასში განღმრთობის ხარისხი, რომლის გარეშეც ქრისტიანობა არ არსებობს თქვენში, თუ არსებობენ ისეთი ადამიანები, სადაც განღრთობა არ დაწყებულა, თქვენ ქრისტიანობა ჯერ არ დაგიწყიათ. ხო, აი ესია. ეხლა ეს ცოტა ისეთი თემაა, უნდა მეკითხა, კი ნაღამ მკითხე და ვიში დაწყებულა მეთქი განხთობა და მე შემეშდა ვიღაცამ ხელი არ აწიოს, მეთქი და არ დავიღუპოთ. ჩემში დაწყებულიაო განხთობაო, მაგრამ ეს ერთი მხრივ სინდაბლიდან გამომდინარე, მაგრამ მეორე მხრივ ეს თუ არ მომხდარა და ეს თუ არ დაწყებულა, ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. მაგრამ იმიტომ რომ ეს არის სხვანაირი ქრისტიანობა არ არსებობს, ძმებოდადებო, ეს არის ქრისტიანობა. ანუ არა უფრო უკეთესი გავხდი, თამბაქოს აღარ ვეწევი, აღარ ვიგინები, ცუცახციას აღარ არა, ეს არ არის ქრისტიანობა. ღმერთის ღვთისადმი მსგავსება, განხთობის პროცესი თუა შენში დაწყებული, მხოლოდ აი მაშინ იწყება ქრისტიანობა ადამიანში და თუ ეს მდგომარეობა რაღაც საფეხურს აღწევს და რაღაც ზღვარს იქით გადის, მაშინ უკვე ადამიანს აქვს უნარი დაინახოს საღვთო მადლი, რომელსაც ჩვენ ხანდახან გვგზნობთ, წმინდანი უკვე ხედავს. რას ნიშნავს როგორც სინათლეს, რას ნიშნავს ეს, ანუ თაბორისეულ ნათელს ჭვრეთს, რას ნიშნავს ეს ნიშნავს, რომ მისი განხთობის ხარისხი უკვე იმ ზღვარს იქით გადავიდა, რომ უკვე მისი ბიოლოგიური არსებაც, ფიზიოლოგიაც იცვლება და მისი გრძნობის ორგანოები, მათ შორის თვალი, უკვე იძენენ ისე თვისებებს, რომელიც თავისთავად, როგორც ბიოლოგიურ წარმონაქმს არ აქვს. და ჭეშმარიტად მართლაც ადამიანის უკვე სხვა არსებად გარდაქმნა იწყება. თუმცა თუ ადამიანი ღვთის მადლს გრძნობს, ესეც უკვე ნიშანია იმისა, რომ ადამიანი უკვე როგორც სხვა არსება იწყებს სიცოცხლეს და არსებობას. მაგრამ ღვთისმსახურებაში და რელიგიურ ცხოვრებაში, აი როგორც ჩვენი ესეთი დაცემული ბიოლოგიური სენსორებით შეუძლებელია სამყაროს მიღმიერი ღმერთის დანახვა, ასევე უნდა ითქვას, რომ ღვთისმსახურებაში თუ არ მოხდება მეტამორფოზა, ხო? ასევე შეუძლებელია გარეგანი ღვთისმსახურებით, გარეგანის ჯულით, რომელთაც ძალიან ხშირად ჩვენ თავს ვიწონებთ ქრისტიანები, ძველი აღთქმის ფარისევლებივით. გარეგანის ჯულით შეუძლებელია ღმერთთან შეხვედრა, მხოლოდ გარეგანის ჯულით. ეს გარეგანის ჯული აუცილებელია, ის როგორც ხორციელი თვალიც აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ გარეგანის ჯულით შეუძლებელია ღმერთთან შეხვედრა, მაგრამ ღმერთთან შეხვედრისათვის ვართ ეკლესიაში და ღმერთთან შეხვედრისათვის ვართ ჩვენ ეკლესიის ცოცხალი ნაწილი და უჯრედი. მაგრამ გარეგანი ჯულისათვის უპირატესობის მინიჭება შინაგანთან შედარებით არის სამწუხაროდ ძალიან გავრცელებული ფენომენი ჩვენს ეკლესიაში. ის ფაქტი, რაზეც მე ხშირად საუბრობ ხოლმე, თუ როგორ არ ფიქრობენ იმაზე, რომ გონიერი ლოცვის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს და როგორ ებრძვიან მას იდეურად. შემცდარნი რა თქმა უნდა, შემცდარნი არიან, მაგრამ როგორ ებრძვიან მას იდეურად გონიერ ლოცვას თვით მონასტრებშიც და მონასტერი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ იქ მყოფმა ადამიანებმა ისწავლონ და სხვებს მაგალითით ასწავლონ და საკუთარი გამოცდილებით ასწავლონ გონიერი ლოცვა. თუ მონასტერში ეს არ ხდება და სამწუხაროდ
პირდაპირ მიზანმიმართულად იწყება ხოლმე ძალიან ხშირად ბევრ მონასტერში ბრძოლა, მე მესმის ხოლმე, მე როცა თქვა ზოგიერთი მონოზონი ბერი მოისმენს, მე შინაგანად მიბრაზდება, მაგრამ ვინც აკეთებს ამას, რატო ბრაზდება, ხოლო ვინც არ აკეთებს, კი არ უნდა გაბრაზდეს. უნდა დაფიქრდეს, იმიტომ რომ მე ჩემსას ხო არ ვეუბნები. აგერ ეხლავე გამახსენდა სერაფემ სარაველის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ის მონოზონი, რომელსაც გონიერი ლოცვა არ აქვს, მონოზონი კი არა, შავი თავკომბალაო და. ხა შავი თავკომბალები მონასტერი რომ არ იქნება, თავისთავად ცხადია. მონასტერი სხვა რამეა. მონასტერი სწორედ ეს არის, სკოლა გონიერი ლოცვისა, სკოლა შინაგანად ღმერთის ძიებისა. ანუ ის, რაც გარეგანის ჯულის შიგთავსი უნდა იყოს. სამწუხაროდ ეს მოვლენები ესეთი ფაქტები ძალიან ხშირია და ეს არის კატასტროფა მე ვიტყვი, იმიტომ რომ თუ საქართველოში მონასტერი არ აღორძინდება ის როგორიც უნდა იყოს სინამდვილეში, მე მეეჭვება რომ თქვათ სამრევლო შესაძლებლობებით ჩვენში მოხდეს მართლმადიდებლობის აღორძინება, იმიტომ რომ აი როგორც მე ადრეს გითხარით, წმინდა პაისი ათონელი, წმინდანად შერაცხული პირდაპირ ამბობს, რომ მართლმადიდებლობის აღორძინების გასაღები არის სწორედ შინაგანი გონიერი ლოცვა, ის პირდაპირ ამბობს ის სიხაზმი. ამას ამბობს ეს უდიდესი წმინდანი, მართლაც თანამედროვე, ყველასთვის საყვარელი და ყველასთვის ძვირფასი. ასე რომ მე ვფიქრობ აქ ამ თემასთან დაკავშირებით კამაც აზრი არ აქვს, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ეს პრობლემა ჩვენში არსებობს. ასევე კიდევ ერთი პრობლემა, ანუ გარეგანის ჯულზე არის აქცენტირება. კიდევ ვიმეორებ, გარეგანის ჯული ეს ის ფოჩებია, რომლის შიგნით კამფეტი აღარ არის და მარტო ფოჩიანი კამფეტი მაინც არის, შიგნით არაფერი აღარ არის, სიცარიელია უკეთეს შემთხვევაში. ხოლო უარეს შემთხვევაში იგი ადამიანს აყენებს ფარისევლობის გზაზე და ამასაც წმინდა მამები ამბობენ, რომ გარეგანის ჯული ადამიანში თვითდაჯერებულობას განამტკიცებს, რომელიც არის საწყისი ფარისევლობისა. და ასევე არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს ეკლესიაში, ეს არის ერთობის განცდა, რომელიც არის დაკარგული ჩვენს მორწმუნეებს შორის. იმიტომ რომ ერთობის განცდის გარეშე ეკლესია ეს არის ორგანიზმი. აი პავლე მოციქული ხო ამბობს, რომ მისტიური სხეულია ქრისტეს. ეკლესია არის ორგანიზმი. რას ნიშნავს? და ქრისტიანობა ქრისტე ეკლესიის გარეშე არსებობს, ხშირად მithქვავს, მაგრამ ქრისტიანობა არ არსებობს ეკლესიის გარეშე. და აქედან გამომდინარე ჩვენ ქრისტიანები ვართ. ესე იგი ჩვენ ეკლესიის უცოცხალი ეკლესიაში კი არ დავდივართ. პრინციპში ეკლესიურად ცხოვრობთ ნიშნავს არა იმას, რომ ეკლესიაში დავდივართ და მონაწილეობას ვღებულობთ რაღაც მსახურებებში, თუნდაც საიდუმლოებებში. არამედ ნიშნავს, ქრისტიანობა ნიშნავს და ეკლესიურობა ნიშნავს, რომ შენ ეკლესიის ცოცხალი ნაწილი ხარ. შენ თვითონ ხარ ეკლესია. ანუ შენ რო სახლში გძინავს, შენ რო ტრანსპორტში ხარ, შენ რო ბაზარში მიდიხარ და შეიძლება იქ ვიღაცას ეჩხუბები, შეიძლება სამართლიანად. ამ დროს გავიწყდება, შენ იქ ბაზარში, როცა ჩხუბობ ან ტრანსპორტში, თქვათ, იქაც ეკლესია ხარ შენ. და ამიტომ შენ უნდა მოიქცე ისე იქაც, როგორც ქრისტე მოიქცეოდა. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. თორე ჩვენ აქ ხან-ხან ვართ, როგორც ვარ და გარეთ უკვე აღარა ვართ. გარეთ ნამდვილად არ ვიქცევით ხშირად ისე, როგორც ქრისტე მოიქცეოდა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ამონარიდი წაგიკითხოთ დღევანდელი სახარებიდან ლუკას სახარების მე-13 თავი, მიუგო შესაკრებელის თავარმან რისხვით. რისხვით გახსოვთ ხო დღევანდელი სახარება განკურნა ესე იგი შაბათს ადამიანი მრავალი წელი ზემოთ არ აეხედა. მრავალი ისე იყო დაზიანებული მისი ხორციელი ბუნება, რომ ზემოთ ვეღარ იყურებოდა და ძალიან იტანჯებოდა ადამიანი და შეეცოდა, შეებრალა ხელები, დაასხა და განკურნა და იმ წამსვე განიმართა და ღმერთს ადიდებს, ანუ ნაყოფი მარტო ის კი არ არის, რომ მორჩა. ეგრე შეიძლება მორჩეს 10 კეთროვნიდან 9 მორჩა. 10-ვე მორჩა, მაგრამ ერთი იყო მადლიერი. ანუ არა მარტო მორჩა, არამედ ღვთისდიდება დაიწყო და არა მარტო მან, არამედ ყველა მის შესაკრებად ტაძარში ყველამ დაიწყო ღვთისდიდება. საოცარი ნაყოფი აქვს, ხო? თუ ამ დროს აი ფარისევლის სული, რომლისათვისაც შაბათი კი არ დაიბადა კაცისთვის, ანუ კანონი კი არ დაიბადა ადამიანისათვის, არამედ ადამიანი დაიბადა კანონისთვის. შაბათი კაცი შაბათისთვის, როგორც მე უფალი ამბობს. და გააბრაზდა რისხვით, შაბათს განკურნა ის და ამიტომ და ეტყოდა და რა სისულელეს ეუნება.
6 დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ არ საქმეთ და მათ შინა მომავალი განიკურნებოდნენ. გეგონება ყოველ წამს ეგეთი სასწაულები ხდებოდა. იქ და შაბათი არავა და დანარჩენ დღეებში მოხდესო. რადონის უგუნურობა, რადონის სიბნელი. მაგრამ აი აქ სწორედ ეს არის, რომ აი იმდენად გარეგანის ჯული უპირატესია შინაგანთან. გარეგანი მსახურება, გარეგანი წესი და კანონი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ დაბრმავებული ადამიანი. მე ახლა შემელია ჩვენ ეკლესიის რეალობაში, ჩვენ სამრევლოს ახლა არ გულისხმობ ამ წუთში მთლიანად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეალობაში რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო. როგორ დააბრმავა გარეგანის ჯულის მიმდევარნი იმ რეალობამ, რომ გარეგანის იქით არსი ვეღარ დაინახეს და რა სისულელების მტკიცებას იწყებენ ხოლმე შემდგომში უკვე, რომელიც არსობრივად ეწინააღმდეგება ღმერთს როგორც სიყვარულს. მე ხა უბრალოდ არ მინდა ამის გაკეთება, ამ ეტაპზე ვერიდები ესეთ რამის გაკეთებას. მაგრამ აგერ ფაქტი, კანონი მართლა დაარღვია ქრისტემ, ქრისტემ მართლა დაარღვია კანონი, ვისაც ძველი აღთქმა წაკითხული გვაქვს, ჩვენ ვიცით, რომ შაბათის დამრღვევი აი ესეთი მაგალითია, როცა შაბათის წესი მიეცა მოსესგან, ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ შაბათს, თქვათ, არის შემთხვევა, როდესაც შაბათს აგროვებენ მანანას, თქვათ, ან უпростоრეთ, ხო, შაბათს აგროვებენ მანანას, რაღაც გავსია, მაგრამ ეს მანანა ფუჭდება, ასე ციური პური, შაბათს აგროვებს შეშას, რომლის უფლება არ ქონდა და ქვით იქოლება. წარმოგიდგენიათ, საღვთო კანონი რა მკაცრია. ძველ აღთქმაში არის ეს. საღვთო კანონია. როგორ შაბათს უნდა დაისვენოს, დასვენება ნიშნავს არა მხართეზე წამოწოლას, არამედ ადამიანის არსების მოცლას, მობილიზებას, ღვთისძიებისათვის. ანუ ამისთვის არის და არა ისე, რომ მუქთახურობაში გაატაროს, არამედ ის მთლიანად ღვთისძიებაში უნდა იყოს გადართული და ესე იგი აი სწორედ შეშის მომგროვებელი ადამიანი სწორედ ჩაიქოლა ქვით. ანუ კანონი ძალიან მკაცრია. და უფალი ამ კანონს არღვევს ფორმალურად ის სასიკვდილო ცოდვას ჩადის 10 ცნებაშია მოიხსენე დღეითი ყველა ცოდვა ყველა ის მცნება არის იმის დარღვევა სასიკვდილო რანგში გადასული ცოდვა და ეს 10 ცნებაშია ამიტომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი დარღვევაა გარეგნულად მაგრამ უფალი განუმარტავს რომ ხარიო ჩაგივარდესო და ვირიო და ან წყალი წყუროდესო შაბათსო ხო და ალეინეფო და ხო ამოიყვანო ორმოდანო ანუ გესმით თვითონაც ხდებოდნენ რომ ამ დროს შესაძაც რაღაცა არის მნიშვნელოვანი და საშველია ცხოველი საშველია ხო ეს შაბათის დარღვევათ არ ეთვლებათ უნდა ამოიყვანო მაგრამ აი ამ შემთხვევაში იმდენად არიან დაბრმავებული კანონი და ეს კანონი ღვთისაგან მოცემული კანონია მაგრამ იმდენად ვერ ხედავენ შიგთავს რომ ბოროტები ხდებიან და ეს ბოროტება ვლინდება იმაში, რომ კი არ უხარიათ, რომ მორჩა. არამედ ბრაზდებიან, რომ მორჩა. და ამის მაგალითები ხო ძალიან ბევრია წმინდა წერილში. და კიდევ ერთი, აი აქ რაც ჩანს, სწორედ მე წეღარაზეც გელაპარაკებით, ერთობის განცდა. ანუ ჯერ ერთი რომ კანონით დაბრმავებული კანონის უპირატესობით შიგ თავს ვერ ხედავენ, რაც კანონშია და რელიგიური ცხოვრების არსი აღარ ესმით, ამიტომ ვერ იცნეს ქრისტე და მეორე, ერთობის განცდა არ არის. რადგანან და ვიღაცა რო არის, რომელსაც უჭირს, სხვისი ჭირიღობა შხირიო ისია მათთვის, მე რა რო ესეა დაგრეხილი ეს ქალი, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის, თვითონ ხომ კარგად არის. აი ეს ერთობის განცდა დაკარგულია ძველი აღთქმის საკრებულოში, ანუ ეკლესიაში. მაგრამ ახალი აღთქმის ეკლესიას ეს არ ეპატიება, იმიტომ რომ პავლე მოციქული პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენ ქრისტეს მისტიური სხეული ვართ. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ქრისტეს სისხლით და ხორცით შეერთებულნი ვართ, არა მარტო ღმერთს ინდივიდუალურად, არამედ ერთმანეთს და ერთ ორგანიზმს ვქმნით. ამიტომ მე ვიცი ეს პრეტენზიებიც, აქაც ყოფილა, ამ ტაძარშიც ყოფილა, როცა ადამიანი აპროტესტებს, როცა ჩვენ საუბრობთ ერთად, რა ერთობა, კაცო, რა ნახე რას გვანან, რა ერთობა, ხო, როცა ადამიანს ეს განწყობები აქვს, სხვების მიმართ, ის ქრისტიანი არ არის. ეს დაახლოებით იცით რას გაავს, რომ მოვდივარ და უცებ ეს ხელი ურტყავს ამ ხელს, ან თავს ურტყავს, ან რაღაცას, ან იზიანებს რაღაც სხვა ორგანოს, ან აჭრის სხვა ორგანოს, რა შვები ხომ ეტყვი? ვერ ვიტან ამას. ეს ამბობს, ამას ვერ ვიტან. ზუსტად იგივეა. არ შეიძლება ან მტკივა, ხო, ნუ მოვაცილოთ სიტყვაზე. ანუ რაღაც არ მომწონს,
გესმის? ანუ ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს. არ შეიძლება ჩვენ ერთნი ვართ, თუ ამის განცდა არ იქნა, ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. ქრისტიანობა არ არის უბრალოდ ან მხოლოდ ინდივიდუალური სიწმინდის და ინდივიდუალური სულიერი და ზნეობრივი განვითარების და პირადი სრულყოფილების გზა. არ არის ქრისტიანობა ეს. იგი უპირველეს ყოვლისა ქრისტეში ერთობა, განკაცებული ღმერთის მისტიურ სხეულად, ანუ ეკლესიად, ანუ ახალ ერთობად ყოფნა. იმიტომ რომ თუ შენ ესე არ ფიქრობ, რომ ქრისტეს მისტიური სხეულის ნაწილი ხარ, არამედ შენ პირადი სრულყოფილება და პირადი გადაჩენა გსურს, შენ ბუდისტი ხარ. რომელიც უსასრულობაში და არარაობაში დაინთქმები და ეს ჯოჯოხეთია. აბა რა არის ბუდისტური ნირვანა თუ არა ჯოჯოხეთი, სადაც პიროვნული არსებობა კვდება და ქრება. ქრისტიანის ცხოვრებაში ყოველივე ქრისტეში, ქრისტიანის ცხოვრებაში ხო ქრისტიანები ვართ, ყველაფერი აბსოლუტურად ქრისტეში და ქრისტესთან ერთადაა. რასაც არ უნდა იქმოდეთ, ყველაფერს ღვთის სადიდებლად იქმოდეთ, უფალი ამბობს. ქრისტიანისათვის ქრისტეს გარეშე ყოველგვარი ინდივიდუალური ქრისტიანისათვის ქრისტეს გარეშე ყოველგვარი ინდივიდუალური მაგალითად როგორიც არის ზნეობა, ღირსება, ღირებულება, სიმართლე, ბედნიერება, ცხოვრების გზა, სიცოცხლე, არსებობა, ყველაფერი ეს უარყოფილია, ეს ყველაფერი ეგოიზმია. ქრისტიანი ყველაფერ ამას უარყოფს. რაც ჩამოვთვალე, ნახეთ რას უარყოფს ზნეობას, ღირსებას, ღირებულებას, სიმართლეს, ბედნიერებას, ცხოვრების გზას, სიცოცხლეს, არსებობას, თუ ეს ყველაფერი ქრისტეს გარეშეა. ხო, რაღა მეშველება მე ადამიანი იტყვის. როგორ არ გეშველება? აი თუ ადამიანი ესე ხედავს, ამით იცი რა დაიძლევა. ამით დაიძლევა დაცემული ბუნების და ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე ქრისტეს გარეშე. ზნეობა, ღირსება, ღირებულება, ბედნიერება, სიმართლე, ცხოვრების გზა, სიცოცხლე, ეს ყველაფერი არის დაცემული ბუნების მოთხოვნა. როგორ მე მინდა, მე ესე ვფიქრობ, მე ესე ვხედავ, მე ესე მსიამოვნებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის დაცემული ბუნების ტირანია ჩვენს თავისუფალ პიროვნებაზე. და როგორც კი ადამიანი ამას დადგუნავს და ეს ერთ სიტყვაში ვავლენთ ჩვენ ყოველდღე იყავ ნება შენ ადამიანი რომელიც თავისუფლების გარეშე ადამიანი აღარ არის ყოველ ლოცვაში ამბობს იყავ ნება შენი რა თავისუფლება იძგუნება ჩვენში არა იყავ ნება შენი ეს ნიშნავს რომ არ იყოს ჩემი დაცემული ბუნების ნება და მისი ტირანია ჩემს პიროვნებაზე და შენი ნება გაბატონდეს მასზე და მაშინ მე როგორც პიროვნება, როცა ის ჩემზე უკვე ზეწოლას აღარ ახდენს, იმიტომ რომ შენი ნების განხორციელებელია, ჩემი არჩევანით მე ვხვდები თავისუფალი და მე მოვიპოვებ ჭეშმარიტ თავისუფლებას. ასეთი ადამიანი შეიძლება გახდეს ქრისტეს მოწაფე. მაგრამ იმისათვის რომ ჩვენ გავხდეთ ქრისტეს მოწაფენი და უფალი პირდაპირ გავალდებულებს თქვენ მოწაფენი ჩემნი ხართ ესეთი დავალება გვაქვს ჩვენ უფლისაგან მაგრამ ქრისტეს მოწაფეობას წინ უძღვის შეიძლება ასე ვთქვათ სინანულის მოწაფეობა რა არის სინანული ხო ვიცით ეს არის რაც თითას დავიწყეთ ღევანდელი საუბარი მეტამორფოზა ოღონ პროცესი მეტამორფოზისა, მუდმივი მეტამორფოზა. თუ ჩვენ არ დავემოწაფებით ჩვენში მუდმივ მეტამორფოზას, თუ ეს პროცესი ჩვენში არ იქნება, ხო, ჩვენ თუ არ გავხდებით სინანულის მოწაფენი, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავხდებით ქრისტეს მოწაფენი. და კიდევ ერთი სავალალო, ტრაგიკული მდგომარეობა ჩვენი ეკლესიისა. როდესაც ჩვენი მღვდელმსახურები ჩვენი ძმები ხშირად ნათლავენ ადამიანებს, რომლებიც სინანული კი არა, სინანულს ვინ ჭირს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ქრისტიანობაზე. დასრული ადამიანების ნათლობა, რომლებსაც არ აქვთ წარმოდგენა. ქრისტე ვინ არის საერთოდ? რას წარმოადგენს? ნათლობა რა არის? ეკლესია რა არის? ეს წვერებიანი კაცი, რომელიც წყალს მასხავს, ვინღა არის საერთოდ? და სუფრაზე ესე იგი ხორცი მიცილდება. აი ეს უბედურება და ჩვენ რო ვართ ამის თანამონაწილენი. ჩვენ საკუთარ ღირსებას რომ აავყრით. ეს არის კატასტროფა, ეს არის ტრაგედია და ჩვენი გროტესკამდე მისული მდგომარეობა, დასაცინი. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი დაგვრცინის, ბევრი გოლაანძღავს, რაღაც ეს წინა საუკუნის 20-იანი წლების პერიოდი იწყება.
და გგონია სულ უსამართლოდ. მე მაგალითად ესე მგონია, რომ მე რო დასრულ ადამიანს, რომელსაც იქ ხაშლა მელოდება და ნახევრად შეიძლება ნასვამი უკვე იყოს, მოვნათლავ. მე დაცინვის ღირსი კი არა ვარ. ცოცხლად გატყავების ღირსი ვარ, იმიტომ რომ მე იმ დროს ქრისტეს ვღალატო. და მე მიკვირს, რა უნდათ ჩვენგან, რა უნდა? შენი პირველი და ჩემი პირველი და ჩვენი პირველი ქრისტიანები ზოგადად პირველი სავიზიტო ბარათი რა არის? განა ის არის ჩვენი სავიზიტო ბარათი. ასე მოიქეცი და ისე. მარხვას ხო ინახავ? აბა ილოცე? აბა ტაძარში შარვლით არ შემოხვიდე? და აბა ესე და აბა ისე და გავიწყდება რომ ჩვენი პირველი სავიზიტო ბარათი ეს არ არის. ჩვენი სავიზიტო ბარათი პირველი არის იყავით ნათელი ამასოფლისა, რომ კაცნი ხედავდნენ თქვენ ნათელს და იხილავენ რა თქვენში არსებულ საღვთო ნათელს დაიწყონ დიდება ღვთისა. აი ჩვენი სავიზიტო ბარათი ნათელი. უნდა ვანათებდეთ უღმერთოთა წინაშე. და აი მერე თუ ისინი ჩვენ გაგვლანძღავენ, უკვე ჩვენ ქრისტესათვის ვიტანჯებით. ხოლო თუ ჩვენ ნათელს არ ვაჩვენებთ და ჩვენ რაღაც უცნაურად ვიქცევით თვით ქრისტეს თვალში, მაშინ როცა ისინი ჩვენ გვლანძღავენ, ჩვენ ქრისტესათვის არ ვიდევნებით. ჩვენ ჩვენი უკეთურებისათვის ვისჯებით. დიდი განსხვავება არის, მე ვფიქრობ. და აი ქრისტეს მოწაფეობას წინ სინანულის მოწაფეობა უნდა უძღოდეს და აი ეს დღევანდელ სახარებაში ასევე ამოვიკითხეთ და მიხედა იესოს ვიდოდა რა იგი იოანე ნათლისმცემელი, ფათაშორის იოანე ნათლისმცემელი ამ აქაც ესია და სხვა ადგილებში ჩანს, როცა ის საუბრობს იმაზე, რომ როცა სიძის მეგობარს ადრის თავს და როცა სიძე ქორწინდება პატარძალთან უკვე სიძის მეგობარი უკან იხევს და აი ეს არის სახე ასევე მოძღვრის მდგომა როლისა ადამიანთან, რომელიც ღმერთს ეძებს და მოძღვრის როლი ამ შემთხვევაში როგორც იოანეს როლი ისია, მან უნდა დაანახოს ქრისტე და თვითონ უკან უნდა დაიხიოს. ანუ თვითონ კი არ უნდა ჩადგეს ქრისტესა და ღვთისმაძიებელ ადამიანს შორის, თავისთან კი არ უნდა მიიყვანოს, სულ ზედ მიბმული კი არ უნდა ყავდეს და სულ კურთხევებით კი არ უნდა აცხოვროს, არამედ უნდა თავისუფლება ასწავლოს, ქრისტეს ძიება უნდა ასწავლოს, ამ გზაზე დააყენოს და თვითონ ჩრდილში დადგეს. სხვანაირად ის ვერ იქნება ქრისტეს მღვდელი, ის მაშინ იქნება არა იმ უფლის იმ სიტყვის აღსრულებელი დამწყსე ცხოვარნი ჩემნიო, არამედ ის საკუთარ ცხოვარს დამწყსის. ეს კიდევ ერთი უბედურება, რომელიც ჩვენს ეკლესიაში არსებობს. და მიხედა იესოს ვიდოდა რა იგი და თქვა აჰა ტარიგი ღმრთისა, იოანემ მიანიშნა მოწაფეებს იესოზე, აჰა ტარიგი ღვთისა და ესმა მისი ორთამათ მოწაფეთა იტყოდა რა იამას და მისდევდეს იესოს. იესოს მისდევენ იოანეს მოწაფეები. სინანულის მოწაფეები, იოანე ხო სინანულის ქადაგებელია, სინანულის მოწაფეები მისდევენ ქრისტეს რო დაემოწაფონ. და ამიტომ თქვი, იმისათვის რომ ჩვენ გავხდეთ ქრისტეს მოწაფენი, ჯერ უნდა გავხდეთ სინანულის მოწაფენი. ხოლო სინანული, როგორც გითხარით, ეს არის მუდმივი პროცესი მეტამორფოზისა, რომელიც მიმართულია არა იმისკენ, რომ ჩვენ გავხდეთ სრულყოფილნი, როგორც ადამიანები. კიდევ ერთხელ შევადრე აღმოსავლურ რელიგიებს, ან უბრალოდ ადამიანის სამოქალაქო ზნეობას, სამოქალაქო აღზრდას, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანი უნდა გახდეს სრულყოფილი. ნებისმიერ სფეროში ესეა მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი, რელიგიური სისტემები, ფილოსოფიური სისტემები, სამოქალაქო აღზრდა, ეს ბუნებრივია, რომ ადამიანი უნდა გახდეს უკეთესი, ვიდრე ის არის. მაგრამ ეს ადამიანის ცხოველური საწყისის გარეთ არ გადის, აქ რჩება. ადამიანი უკეთესი არ უნდა გახდეს ქრისტიანობაში. ქრისტიანობაში ადამიანის სხვა არსება უნდა გახდეს. ამიტომ ეს არის არა უბრალოდ ცვლილება, არამედ მეტამორფოზა, კიდევ ვიმეორებ, სხვა არსება ხდება ადამიანი. და ლოგიკურადაც ესეა, მართლაც აი სრული მეტამორფოზის გარეშე განა შესაძლებელია, რომ შევიმეცნოთ განკაცებული ღმერთი. აქ საუბარი რაზეა? რატომ რას ნიშნავს სრული მეტამორფოზა? მეტამორფოზა ნიშნავს იმას, რომ
არა ამ ქვეყნიურ რეალობასთან უნდა დაკავშირდე. ანგელოსთან კი არა, დემონებთან კი არა, რომელსაც გასაგებია ვერ ხედავთ, მაგრამ არამატერიალურიც კია. რაღაც სხვა მდგომარეობა, ან სხვა რაღაც იმაში სამყაროში, სხვა galaktikაში, ანუ საერთოდ რომ წარმოედგინოს სხვა ცივილიზაციაში სულ ერთია, რაც გინდა წარმოედგინე ამ სამყაროში. ადამიანის ქრისტიანობა ისეთ განვითარებას არ გულისხმობს, რომ აი მაგათთან კავშირი გქონდეს, აი აბსოლუტურად ამოუწურავს სამყაროს ნებისმიერ გამოვლინებასთან, მატერიალური იქნება თუ არამატერიალური, ბიოლოგიური თუ არაბიოლოგიური, ცოცხალი თუ არაცოცხალი, სულ ერთია. ადამიანის განვითარება ამას არ ნიშნავს. ადამიანის განვითარება ნიშნავს ურთიერთობას იმასთან, რომელიც ამ ყველაფრის მიღმა, ამ სამყაროს იქით არის, მეტასამყაროა, მეტაფიზიკა, ანუ არანაირი კავშირი არ არსებობს ამ სამყაროსა თავის ყველა უცნაური თუ საცნაური გამოვლინებებით და ღმერთს შორის, რომელიც ქმნის ამ სამყაროს და ეს სამყარო ღმერთის ემანაცია, გადმოღრა არ არის, ეს სხვა რეალობა არის. ეს არის ღმერთმა თქვა, რომ ეს ენერგია ამგვარი ფორმებით არსებობდეს და არსებობს, მორჩა. ღვთისნება იყო ეს და დამთავრდა. ანუ არანაირი კავშირი, ეს არის სრული უფსკულია, კავშირი არ არსებობს. და აი ქრისტიანობა გეუბნება, რომ შენ ეს უფსკული გადალახული გაქვს, იმიტომ პოტენციაში, იმიტომ რომ ღმერთი მოვიდა, ადამიანური ბუნება მიიღო და ისევ წავიდა. და თავისი ადამიანობა დაგიტოვა ევქარისტიული მსახურების სახით. გესმით, ეს საიდუმლოება რამხელა არის. და ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ღმერთის შემეცნებაზე, სრული მეტამორფოზის გარეშე, რომელიც უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ შენც ეს უფსკული უნდა გადალახო, სრული მეტამორფოზის გარეშე არის შეუძლებელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკეთესები კი არ უნდა გავხდეთ და ყველაზე კარგი ადამიანი კი არ უნდა ვიქცეთ თელ სამყაროში, არამედ სხვა არსებად უნდა ვიქცეთ. სხვანაირად შეუძლებელია განკაცებული ღმერთის შეცნობა და მისი მოწაფეობა. სწორედ ამიტომ ვერ ცნობდნენ ქრისტეს. მათ შორის კეთილშობილი ადამიანები. არა მარტო მაცხოვრის ამ ქვეყნიური ყოფნის დროს, არამედ სამყაროში კაცობრიობის ისტორიაში რო გადახედავ, ნახავთ ძალიან ბევრ კეთილშობილ ადამიანს სამყაროს ისტორიაში, რომელიც შემოგვინახა და ხო უამრავი არ შემოგვინახა. უამრავი რომის იმპერატორი. მათ შორის დიოკლეტიანე სხვათა შორის. მათ შორის მარკუს ავრელიუსი, ეს ფილოსოფოსი, დიდი ფილოსოფოსი და საოცარი, ესე იგი იმპერატორი. უამრავ ადამიანს ნახავთ. ვერ შეიცნეს ქრისტე. შეუძლებელი იყო მათთვის. რა საოცრებაა ეს? ჩვენს ახლობლობაში გადავხედოთ, აბა ჩვენ რამდენ ადამიანს ვიცნობთ, რომლებიც მართლა კეთილშობილების ხარისხით ჩვენზე აღმატებულნი არიან, სამოქალაქო ზნეობას გულისხმობ, მაგრამ ვერაფრით ვერ ხედავენ ქრისტეს. რა საოცრებაა, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის სრულყოფილება არაფერს ნიშნავს ქრისტეს შემეცნებისათვის. არაფერს აბსოლუტურად. აბსოლუტურად არაფერს. როგორ სულ არაფერს, აი სულ არაფერს თქვენ წარმოედგინათ, იმიტომ რომ ის ავაზაკი მთელი ცხოვრება იყო ნაძირალა უბრალოდ. თუ რავი რა მოხდა კაცო და უცებ ღმერთი შეიცნო. ნაძირლობის გამო კი არ შეიცნო ღმერთი. ისეთი რამის გამო შეიცნო ღმერთი, რომელიც საიდუმლოება. ასევე კეთილშობილების გამო, როცა ადამიანი ღმერთს შეიმოსწრებს, ისეთი კეთილშობილი იყო, ისეთი ზნეობრივი იყო, რომ ღმერთი შეიცნო. არა. ისეთი ნაძირალა იყო, რომ მაგის ღმერთს როგორ შეიცნობდა. ანუ ეს რეალიები არაფერს ნიშნავს. რაღაც სხვა რამეა ადამიანში, რაღაც სხვა რამეა, რომელიც არის დიდი საიდუმლოება. მაგრამ ერთი რამეა, რომ ის სხვა რამე რო გაცოცხლდება, იწყება ადამიანის ამიტომ აი განკითხვა არ შეიძლება, როცა ამბობს უფალი. ამიტომ ამბობს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანს ხედავთ ან ცუდი, ან კარგი მხრიდან. ამაში ცუდი თვისებებია, ამაში კარგი, ეს ნაგავია, ეს კეთილშობილია და იმ რაღაცას ჩვენ ვერ ხედავთ. და განკითხვა იმიტომ არ შეიძლება, რომ ის რაღაცა შენ არ იცი რა დევს მასში და როდის ამოქმედება. და ასევე არ იცი შენ რატომ გახდი მორწმუნე. მაგრამ ვაი შენ თუ იცი რომ რატო გახდი მორწმუნე. მე მორწმუნე იმიტომ გავხდი რომ ჭკვიანი და კარგი ვარ. დამთავრდა შენ ისეთ ხილში ხარ რა ვქედა ვეღარც კი გამოხვალ ვერასოდეს. იმიტომ რომ არც შენ არ იცი რატო გახდი მორწმუნე. ამაშია საქმე, საიდუმლოება. და როცა ადამიანში ის ცოცხლდება, იწყება ადამიანის მეტამორფოზა, რომლის გარეშე განკაცებული ღმერთის შეცნობას, დანახვაც, ქრისტე რო იცნო, მერე მისი მოწაფეობა, მიმდევრობა არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ვერავინ იტყვის უფალო იესო, თუ არა სულიწმინდის მიერ პავლე მოციქული ამბობს. იმიტომ, რომ ქრისტე არის აი ეს სამყარო ხო
ჯერ ღამე რო აიხედები რა ჩანს, ხო? მით უმეტეს თუ მოწმენდილიცაა და ჩვენი galaktikis იმ ძირითად კონცენტრირებას თუ დავინახავთ, რასაც ირმის ნახტომი ქვია, ეს ხო საოცრება, ცაზე რო გადადღაბნილია ეს ვარსკვლავთა, ესე იგი ეს კონცენტრაცია. მე თუ ინტერნეტში შეხვალ და აი ამ საოცრებას ნახავ, ნუ ეს არის გამაოგნებელი, უყურებ, ფიქრობ და გონება შეიძლება გადაგეწვას, ეს რას უყურებ, ეს რას ხედავ, ეს რამხელა სიდიადია და აი ამ დიადის სამყაროს, ქრისტე ვინ არის? აი ამ დიადის სამყაროს უდიადესი ცოცხალი საწყისი. აი ამ ყველაფერს, აი ამ შემაძრწუნებელ სიდიადეს ცოცხალი საწყისი ყავს. ის ცოცხალია, ვინც ეს შექმნა. და ქრისტე სწორედ ამ დიადის სამყაროს უდიადესი ცოცხალი საწყისია. უდიადესი სიცოცხლის უსასრულო ყოვლის შემძლეობა. აი სიტყვები ვერ იტევს, რა უნდა თქვა, რომ შეაფასო, რომ ესე იგი დაახასიათო. აი ეს უსასრულო ყოვლის შემძლეობა, აი ამ უდიადესი სიცოცხლის და აი ამგვარი სიდიადის და ყოვლის შემძლეობის საშინელებად აღქმა ქრისტე ჩვენი უსუსურობისათვის. ის საშინელია თავის სიდიადით. ეს სამყარო ხო საშინელია და იმის შემოქმედი და ეს ჩვენთვის ძაღმერთი მამისა და ძის სულიწმიდის თანასწორი თანაარსი ჩვენი უსუსურობისათვის საშინელებად აღიქმება. ამიტომ წერია ხოლმე ლოცვებში საშინელი ღმერთია. საშინელი თუ კი რომ გაშინებს, აი ეს თუ გაშინებს თავის სიდიადით ბუნებრივია. მაგრამ მარტო ეს არ არის ქრისტე. აი ამ ყველაფრის მერე ის არის, ამის შემდეგ ის არის რა? მისი ჩვენთან მოსვლა. აი ეს მოვიდა ჩვენთან. აი ეს სიდიადე მოვიდა ჩვენთან. ხო გესმით ეს რას ნიშნავს? ხელი შეგიძლია მოკიდო, თვალებს ჩახედო, მოусმინო. მისი სიტყვები დაფიქსირებულია პლატონმა და არისტოტელემ და დემოკრიტემ და ლაოძიმ და იქით რაღაცები თქვეს. თითოეულა ეგზემპლარი შემორჩენილია რაღაც და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მან თქვა და ვენდობი და ვკითხულო. და მან აი ამ დიადმა მოვიდა ადამიანად თქვა, დაფიქსირდა. თელ სამყაროშია გაბლეული ეგზემპლარები. უკვე მეორე საუკუნის პირველ ნახევრის ხელნაწერები არსებობს, ნახეთ რა ახლოს ორიგინალთან და ეს უამრავი ხელნაწერია გაბნეული და ზიან მეცნიერები და ფიქრობენ, მაგისია თუ არა ეგ ნათქვამი. ყოველად ამაზრზენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ზოგიერთი მეცნიერისა. და თუმცა დღეს უკვე წმინდა წერილის სიტყვების ავთენტურობა არანაირი აიჩუს აღარ იწევს. მაგრამ აი ზოგს აქვს ხოლმე გამოსვლები ათეისტურად მიდრეკილ ადამიანებს და ქრისტეს მოძულეებს. და რას თავარია მან დიადმა თქვა ადამიანურად და მან დიადმავე თავის ყოვლის შემძლე ძალით შეინახა და დააფიქსირა და 2000 წელი გამოატარა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მიდრეკილი ვართ ყველაფრის გაფუჭებისა და განადგურებისაკენ. და დღეს შენ შეგიძლია მოусმინო მას დიადს ცოცხალ სამყაროს შემოქმედს ადამიანურად რაც თქვა, იმას მოусმინო თუ გადაშლი და ჩვენ ამას არ ვაკეთებ. თქვენ გჭირდებათ ხოლმე ხშირად მოძღვრის ისეთი იმპერატიული ტონით თქვა, კაცო წაიკითხე, შედალოცვილო, ეს იგივეა რომ მოხვიდე და ის უნთქე და თუ მე არ გითხარი ის უნთქე დაიხჩობი. რომ წარმოიდგინეთ რა საშინელებაა, რომ ყოველ წამს გითხრა, აბა ის უნთქე თორე ეს ჩვენი ჰაერია, ეს ჩვენი სუნთქვა. როგორ შეიძლება რომ გავიდეს დღე და თუ ვინმე ფიქრობს რომ ამოწურა, ეს კიდევ ერთი ხიბლის ნიშანია, მას ვერასოდეს ამოწურავ. შეუძლებელია. წერენ ესე, მე ჩემი პატარა გამოცდილებით დავამატებ, რომ მე მაგალითად ვერ ამოვწურე. მართალია ტვინის შესაძლებლობები პატარა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ამოვწურე. ყოველ დღე რაღაც ახალს მეუბნება. ეს არის საოცრება და იკითხეთ. ყოველ დღე გქონდეთ კავშირი, მას უსმენთ, მას, აი რომ აიხედები და ვინც შექამანა და თქვა, იყავ ნათელი და იქმე ნათელი და იქმნა ნათელი და აი მას უსმენთ, არ უნდა წაიგით, ხო? და გონია ამოწურა? და აი მოვიდა ის ჩვენთან, როგორც ადამიანი. და როგორია მისი მოსვლა? აი ჩვილებრივი არა, უпростоრედ უსასრულო უმანკოებით. გესმით, აი ეს დიადი მოვიდა და მისი უმანკოება, ჩვილის უმანკოება ხო საოცრებაა, მაგრამ ჩვილის უმანკოება კი არა აქვს, არამედ უსასრულო უმანკოება აქვს.
მერე მოვიდა წმინდა, ხო, როგორი ანგელოზებრივი არა, ანგელოზებრივი სიწმინდით არა, არამედ უსასრულო სიწმინდით მოვიდა ჩვენთან. სიმდაბლე მე ვარ მდაბალი ამბობს. ხო და გონებისათვის მიუწვდომელი სიმდაბლე, კიდე არასწორი ალბათ უნდა ითქვას, უსასრულო სიმდაბლით მოვიდა. და ისეთი სიყვარულით განსაცვიფრებელია, ისეც არ არის სწორი, ალბათ ითქვას უნდა უსასრულო სიყვარულით მოვიდა. და აი ეს უდიადესი არსება თავისი სიდიადით საშინელი, ყოვლის შემძლეობით დიადი მოდის და მისი ყოვლის შემძლეობა ტრანსფორმირდება უმანკოებაში, სიწმინდეში, სიმდაბლეში, სიყვარულში. და ეს ყველაფერი ასევე უსასრულო და დიადია, მაგრამ მისი შემეცნება აი ამ ყველაფრისა ჩამოთვალე ასევე ძნელია, როგორც იმ სიდიადის შემეცნება, მაგრამ იმ სიდიადის შემეცნებისაგან განსხვავებით, სადაც ჩვენ შეიძლებოდა მონებრივად რომ გამოგვცხადებოდა, თავი მოგვედრიკა და კანკალი დაგვეწყო, აი წარმოიდგინეთ, ხო? ამისგან განსხვავებით, როდესაც უსასრულო უმანკოებას, უსასრულო სიწმინდეს, უსასრულო სიმდაბლეს და უსასრულო სიყვარულს ხედავ, თუ დაინახე, ოღონ ამის დანახვა ისევე ძნელია, როგორც ღმერთის დანახვა, მასთან მისვლა კანკალის გარეშე შეიძლება. მას უკვე შენ, რადგან კანკალის გარეშე შეიძლება და იმის უფლებასაც გაძლევს, სიმდაბლიდან გამომდინარე, რომ ხელი დაარტყა, შეაფურთხო, წიხლი ჩაარტყა, დაასინო და ბოლოს მოკლა. ხო, რადგან აი შენ თავხეთ ბუნებას ამის უფლებასაც აძლევ, ესე იგი შენ თავისუფლებას არ ეხება, თავის სიდიადეს იმგვარად ავლენს და შენ არჩევანის წინაშე გაყენებს. შენ გინდა მიიღეს უსასრულო სიმდაბლე, უსასრულო სიწმინდე, უსასრულო უმანკოება და უსასრულო სიყვარული და გინ შიანერ წყვედან უღა მიიღებ. ეს შენი და ჩემი არჩევანი. მაგრამ ეს ყველაფერი დიადს ხდის ჩვენს სარწმუნოებას. ეს ყველაფერი დიადს ხდის ჩვენს ქრისტიანობას და უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს და ამავე დროს უდიდესი ბედნიერებისა და უდიდესი თვალს შეუდგამი ნათლის წინაშე გვაყენებს. სადაც დადგებირა და დაინახავ რა იწყება შენი ნამდვილი სიცოცხლე, ბედნიერებით, სიხარულით და სინათლით აღსავსე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.